მოგესალმებით. დღეს ჩვენ მივდივართ ჩვენს ერთ-ერთ პროექტზე, სადაც დამკვეთმა შეიძინა კერძო სახლი და განახებთ თუ რა პრობლემები დახვდა მას სახურავზე და ასევე ტერასაზე. შემდეგ კი გაჩვენებთ მისი მოგვარების ხერხებს და საშუალებებს. მოგესალმებით მეგობრებო, ეს ის სახურავია, რომელზეც მოვდიოდით და რომელზეც მინდა რომ გესაუბროთ. როგორც ხედავთ, იგი გადახურულია ტოლით და მას აქვს პრობლემა. საცხოვრებელ ფარჩი ჩადის წყალი, თუმცა საიდან ამის დადგენა არის შეუძლებელი. რატომ? იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი მახასიათებელია ტოლის გადახურის. თუ დაზიანდა, ამ დაზიანების პოვნა შეუძლებელია და დამკვეთს უწევს ხელახლა მთლიანი სახურავის გაკეთება. რაც დამეთანხმებით დამატებითი ხარჯი, ფინანსური რესურსი და თავის ტკივილია. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ სახურავზე 1, 2, 3, 4 ან 5 პირი ტოლის გადაკვრას ფიქრობთ? ნუ ჩვენ გვინახავს სახურავები, სადაც 8 და 10 პირი ტოლია გადაკრული და მაინც იგივე პრობლემაა ჩაძით ხოლმე საცხოვრებელ ფარჩში. ჩვენ გვაქვს სპეციალური ტექნოლოგია. ტექნოლოგია, რომელიც არის საიმედო და ჩვენ ვეძახით საშვილიშვილო გამოსავალს და გეტყვით რაში მდგომარეობს აღნიშნული. პირველი, ტოლი შედგება ბიტუმისგან, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ნივთიერება ჰიდროსაიზოლაციო ინდუსტრიაში. შესაბამისად, ტოლზე პირდაპირ გადასმა ჰიდროიზოლაციის არ არის სწორი გამოსავალი, რადგან მას სჭირდება გარდამავალი ფენა, ეპოქსიდი. პირველ რიგში, როგორც ხედავთ, იგრუნტება ეპოქსიდის ინდუსტრიული გრუნტით, რომელიც შემდეგ უკვე ხდება გარდამავალი ფენა იმ ჰიდროიზოლაციის, რომელსაც დავიტანთ Z. და რაც მთავარია, პოლიურეთანში ვძირავთ სპეციალურ მემბრანას, რომელიც ასრულებს არმირების ფუნქციას, ოღონდ არავის არ აერიოს ჩვეულებრივ ფასადის ბადეში. არა. ეს არის სპეციალური მემბრანა, რომელიც ასრულებს ჩვენ სისტემაში არმირების ფუნქციას და თითქმის დაუზიანებელს ხდის აღნიშნულ ფენებს. ახლა განახებთ, რამდენად გამძლეა ჩვენი საშვილიშვილო ჰიდროსაიზოლაციო სისტემა. ხელში მიჭირავს სწორედ აღნიშნული ჰიდროიზოლაციის პატარა ნიმუში და ვცდილობ დაფაზიანო იგი მექანიკურად. ალბათ მეტყობა, რომ ძალა საკმარისი უნდა გქონდეს ამისთვის. თუმცა, იგი იმდენად საიმედოა, რომ უბრალოდ შეუძლებელია მისი მთლიანობა ბეტონის მზარმა ან ნაპრალმა დაარღვიოს. მისი გამოყენება შეიძლება როგორც ტერასაზე, ასევე სახურავზეც. დაგვიკავშირით და დაზოგეთ დრო, ენერგია და ფინანსები, როგორც ასე ძვირფასია თითოეული ჩვენთაგანისთვის. A few moments later.